ყველანი შეგძრა რევას გუფთა ტოლმაძის გარდაცვალება. იმედია მისი სული სასუფეველში დაიმკვიდრებს ადგილს და ჩვენც ერთი-ორი ჭიქით სულ მოვიგონიებთ ხოლმე და რამე. ახლა კი მოდით ანდერძზე გადავიდეთ. როგორც იქნა. დევი, სირცხვილია რა მოგივიდა. ეხა წაიკითხე. მთელი დღე კი არ მაქვს. ჩემს ქათმების ფერმას და სიმწრით მოგროვებულ $5,000 ვუტოვებ ჩემს საყვარელ შვილიშვილს, პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილს. დანარჩენებს მოგსვიათ დედის ტრაკი. განსაკუთრებით კი ჩემს სიძეს, დევი ჯამტლეკიაშვილს. ხე პროჭიკაცი, ნახე ბავშვს დაუტოვა ქონება და მკვდარიც მიმაგინებს. დევი, დაწყნარდი ბიჭო სირცხვილია. ვა. ქათმების ფერმა ნეტა რამდენად გაიყიდება. ხოდა დაველოდე რა. ჯერ კაფი დაასხა, მერე გარეცხა, აი პრიალი გავდიო და მანქანას. ხოდა კმაყოფილი რო ჩაჯდა მანქანაში რა ვქენი იცი? რა? დავაჯვი. ვა, პოლიკ, რა შვები? რა შვები და ბაბუაჩემა ანდერძით ქათმების ფერმა და ცოტა ფული დამიტოვა. ხოდა ვფიქრობ, რომ ფერმა გავყიდო. ფერმა რამდენად უნდა გაყიდო რო? მე რა ვიცი, ახლა ფერმა ვის რა ჯანდაბად უნდა საერთოდ. ხოდა დაიტოვე ქათმები და მიხედე. ამ ქვეყნის პრობლემა ზუსტად ისაა, რომ ხალხში რომ აეზარება და პერსპექტიულ ბიზნესს 2 დღის სამყოფ კაბიკებში ყიდიან. რა ჯანდაბად მინდა ქათმები? მე რა ვიცი, კვერცხის ბიზნესი რომ დაიწყო. ნამდვილი სოფლის კვერცხი და არა რაღაც ქარხანაში გამოზრდილი ქათმების. ჩვენც მოგეხმარებით და კაი ბიზნესი მოვცხოთ. ეგ მართლა გაასწორებს, ჩვენი ბიზნესი გვექნება. ასე ხართ ყველანაშა ჩვენი იქნება. ხო, ბაჭო საღო, რა მაგრად მოიფიქრე, იმენა დიშლა ხარ. თქვენ ხო თანამედროვე სიტყვების აზიარ ხართ რა? შეგაქე რა ვერ მიხვდი. დიშლა შეკება არაა შესირო. როგორ არა? იმ დღეს დედა ჩემმა უთხრა, მამაჩემს მაგარი დიშლა ხარო. რო გითხი ასე მითხრა, დიშლა გონება მახვეს ნიშნავსო. პოლიკ მართლა დიშლა ხარ რა? ჭახან ძმაო მომისმინე? იდი ნახუი. შენ ახარ პიტალო. ხო, კაი. ბაბუაჩემმა $5,000 დამიტოვა. მაგ ფულით რეკლამა შეგვიძლია ტელევიზიაში გავუშვათ. კი, ოღონდ რეკლამაში უნდა იგრძნობოდეს, რომ ჩვენი კვერცხები საუკეთესოა რა. ანუ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ იმენა სოფლისაა და რამე. თან კაი სლოგანიც გვინდა. ხო, რამე ისეთი სლოგანი რო იყოს, დედალი ქათმის კვერცხები პირდაპირ სოფლიდან ან რამე. ჯანდაბა ვიცი. უიდეალურესი სლოგანი ვიცი. წავედი ჩემ კომპიუტერში დავამონტაჟოთ. დიშლა ყვავები ერთ დღესაც იქნება მოგამტვრევთ კისერს. ბანძი კვერცხი მოგვეცდა? ჩვენც. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ფერმა ბედნიერი ქათმებით დაგვეხუნძლა. კაკანი, ნამდვილი სოფლის კვერცხი. პირდაპირ ქათმის ტრაკიდან. მოგესალმებით, მე ანტონ კუტუწელია ვარ და მე-7 არხზე ახალ ამბებს გაგაცნობთ. პატარა სოფელ თარსულაში 3 პატარა ბიჭმა კვერცხის ბიზნესის სახელად კაკანი წამოიწყო. მათი მეტად უცნაური რეკლამა სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანიის ეთერში ჩაეშვა, რამაც საქართველოს მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ძალიან კარგია, რომ ახალი თაობა ბავშვობიდანვე ისეთი მონდომებულია. თან ნაღდი სოფლის კვერცხს რაჯობია. ის ფრაზა რომ მოვისმინე, პირდაპირ ქათმის ტრაკიდან, დამაჟრიალა რა გეუბნებით. მირჩევნია კვერცხი პირდაპირ ქათმის ტრაკიდან იყოს, ვიდრე რაღაც ქარხანაში გამოზრდილი ქათმების დადებული და კაპრიალებული. ჩემ შვილს მინდა მხოლოდ ნატურალური საკვები მივაწოდო. პრობლემა გვაქვს. კი, ყველაფერს მივხედავ. ეგ ახალი კვერცხები შიგრით დაალაგეთ და არ გაწმინდოთ. უნდა იგრძნობოდეს, რომ პირდაპირ ქათმის ტრაკიდანაა. შვილო, არ გინდა მამა რომ ბიზნესში ჩართო? ბიზნესი ბაბუა მე დამიტოვა და არა შენ. ვის დაემსგავს ესეთი პროჭი? ანზორას თავისი შვილი ყველაფერს უსრულებს. ხოდა წადი და ანზორას შვილი იშვილე. შენ. კაკანის ბიზნესი თქვენია? კი, ჩვენია. სამწუხაროდ დახულვა მოგიწევთ. რა? რატომ? ბიჭებ, ვაკ ეგზე არაა და ადგე და ას მოგეპრიანება დაიწყო. ჩემი უფროსის კვერცხების ბიზნესს ძირავთ და დამიძერე ჩემს უფროსებთან ხულობა არღის. და რო არ დავხუროთ რა სიზამრო? ხო არა, ძალიან შეგვეშინდა. განსაკუთრებით გამტყდარ კვერცხს რო დააფსი მაშინ.
ახლა აქედან გააჯვით, ორე პოლიციაში დავრეკავ და ვეტყვი რომ ვიღაც ცირი ბავშვებს სახესთან დიშლას გვიტრიალებსკო. მე გაგაფრთხილეთ. მემკვიდრეობა არ იქმნება ერთ დღეში. ის იწყება პირველი საერთო მე გაგაფრთხილეთ. მოგესალმებით, მე ტრაკ ჩაბანაშვილი ვარ და ეს ჩემი გადაცემაა სიმართლე ბოლო წვეთამდე. დღეს სტუმრად ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი ბრენდის კაკანის შემქმნელები პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილი, პაჭო კაკაჩია და ჭახან ღრუბელაშვილი ყავს სტუმრად. ბიჭებო, ყველას აინტერესებს ეს ბიზნესი ვეგანების მიმართ პროტესტის ნიშნით წამოიწყეთ, არა? არა? უბრალოდ პოლიკას ბაბუამ ქათმების ფერმა დაუტოვა და ჩვენც ვიფიქრეთ რომ ფერმის გაყიდვას აჯობებდა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აგვეღო და ნამდვილი სოფლის პროდუქტი გვეწარმოებინა. ჩვენი აზრით ქვეყნის პრობლემა ისაა რომ ხალხი სოფელს და სოფლის მუშაობას თავს არიდებს. ჩვენ საპირისპირო გვინდოდა გვექნა. აჰა, და თავს რატომ არიდებს? ალბათ ვეგანებმა მიუგზავნეს ვინმე, არა? ვის? ხალხს. თქვენც მოგიგზავნეს, ხო ვიღაც ალბათ თავისი აგენტები. როგორც წნეხში იქნები თქვენ საბრალოებო, ყველაფერი მოყევით, ვეგანები მოგივარდნენ და თქვენი გაუპატიურება სცადეს, ხომ? ნუ პრინციპში ვიღაც დიშლა კი იყო მოსული ისე. ჩემი ბოსის ბიზნესს ირავთო, მაგრამ ვინ იყო არ ვიცი. აჰა. და ვეგანებს თქვენი გაუპატიურება აქამდეც უცდიათ? შენ ძმაო ძალიან შიგ გაქვს თუ უბრალოდ ყლეხარ? შიგ ნამდვილად არ მაქვს. რატომ ეკითხებით, ვეგანებმა გითხრეს რომ მაქვს? წავედით რა აქედან. რატომ ვეგანებმა დაგავალეს წასვლა? არა, იმიტომ მივდივართ რომ აქ ჩვენს ბიზნესზე სალაპარაკოთ ვართ და არა შენაირ გამოშტერებულებთან. შეიძლება რომელიმე ორგანოს ან დაჯგუფებას რაღაც რიგზე ვერ გქონდეს, მაგრამ როგორც ჟურნალისტს ის მაინც მოგეთხოვება რომ შენი ეთერი ფაქტებსა და გამოძიებაზე დააფუძნო. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი გამოშტერებული ტელევიზორს მისჯერებია და შენაირი სირის ყველა სიტყვა სჯერა. შედიშლა კაცო. ვინ იყო ის გიჟი? რა ვეგანები, ვინ ვეგანები? კაი, დავიკიდოთ რა. აუ, ისევ ეს კაცი. ამჯერად რას უნდა დააფსა, რა გინდა? მე გაგაფრთხილეთ. თქვენ კიდე არ მოისმინეთ. ხო და ახლა ჩემს უფროსებთან მოგიწევთ შეხვედრა. ბლა 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 ბლა. ხო, გავიგეთ. სადაა შენი უფროსი? აბა, თქვენ გინდა ჩემი ბიზნესის ჩაზრდა? დაახლოებით 1 წლის წინ ჩვენი ფერმა მჟავით დააბინძურეს. მას შემდეგ ჩვენს კვერცხებს ადამიანზე ჰიპნოზური გავლენის მოხდენა შეუძლია. და მერე ის, რომ კაცობრიობის დამონებაში ხელს გვიშლით, გასაგებია? თქვენ შემთხვევით ვეგანებმა ხომ არ გამოგზავნეს? არა. აქ იმისთვის ვარ, რომ თქვენი ბიზნესი სამუდამოდ ჩავძირო. რადგან თუ ყველა თქვენს კვერცხს იყიდის და ჩვენსას არა, ჩვენი კაცობრიობის დამონების გეგმა ჩაიშლება. გიჟია ეს. ჩვენი პასუხია არა, გაიგე? ახლა რა სიზამ? შენს კვერცხებზე დაგვიფსამ? არა. მე აქ თქვენს გასაქრობად ვარ. ბლიად, ქათმები არიან. ჩვენი ქათმები გვეხმარებიან. ქათმები ზომი. ჩვენმა ქათმებმა გადაგვარჩინეს. კი, მაგრამ რატომ? ამათ რა, არ უნდათ კაცობრიობაზე შორისძიება? არ ვიცი, ალბათ ჩვენმა ქათმებმა იციან, რომ თუ ეგრე მოიქცევიან ადამიანებზე უკეთესი არაფრით იქნებიან. კარგი და ახლა რა ვქნათ? გონი ჯობია ფერმა ქათმებს ვაჩუქოთ. მადლობის ნიშნად რა. აქ იცხოვრებენ მშვიდად და წყნარად. კი ბატონო, მე იმ ქათმებთან ჭიდაობას აღარ ვაპირებ. ტრაქში უთხრიათ კვერცხების ბიზნესი. ამდენ შარად მაინც არ ღირს. და პოლიციაში არ განვაცხადოთ? კი, აი პოლიციაში მივიდეთ და უთხრათ თავს ქათმები დაგვესხნენ და თავისი კვერცხით ყველას დამონება უნდა თქო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე თავი დამანებეთ. წავალ რედამშენს ვითამაშებ. შვილო, ქათმების ბიზნესი მაგარი გეგმები მაქვს და არ გინდა გითხრა?
ქათმების ბიზნესი გავაჩუქე, ასე რომ მოიშვით ჩემთვის შეტენვას. შენი რა გააჩუქე, ვის აჩუქე? ქეთინო, გაიგე, შენმა შვილმა რა ქნა? თურმე ქათმები გაუჩუქებია. შენი ბრალია, შენ გააბოროტე ეს ბავში. ჯერ ერთი ქეთინოს ნუ მეძახი და მერე მეორე, რაც მამა აიშვილია. დამაბრალა აქ, მე ვნახე ეს ეხა დაპალიყობე, მოგესალმებით, მე თენგო შუკაკიძე ვარ, იგივე შემოქმედი